აი აქ გვედგა ფუტკარი. სუნთელი დამარხული ამ ხეებში. სტიქიის მძიმე კვალი კახეთში განადგურებული სკები, ვენახები და ნათესები თელავსა და მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში ადგილობრივები ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მოქალაქეების სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. თელაველების ნაწილი მეორე დღეა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. უმეტეს მათგანთან არ აღდგენილა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. მერიამ რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გასცა. ობიექტი ამჟამად შეპესე რიყე დომის საკუთრებაშია. ნაგებობის შესახებ 2025 წლის მაისში მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომელიც მისი დაანგრევის უფლებით გასხვისებას ითვალისწინებდა. ჯერჯერობით შენობის დემონტაჟის შემდეგ ასაშენებელი სასტუმროს პროექტი არ წარდგენილა. დღეს, როდესაც ბევრ ქვეყანას საწვავის დეფიციტი აწუხებს, სომხეთს საწვავის საიმედო წყარო ჰყავს და ეს აზერბაიჯანია, განაცხადა ილჰამ ალიევმა. პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანმა თავად დაიწყო ნავთობპროდუქტების ექსპორტი სომხეთში. ისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ერევნისთვის 10,000 ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტია მიწოდებული. ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მოზარდებს დრო უნდა ჰქონდეთ, რომ ითამაშონ, მეგობრები შეიძინონ და საკუთარი იდენტობა ჩამოაყალიბონ ონლაინ ალგორითმების გავლენის გარეშე, განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.